გამარჯობა ყველას, როგორ ახართ საღამომშვიდობის ტრადიციულად აპრილებისამებრ დღეს 11-2 წუთი დავუგენო ზუსტად. დაგიბრუნდით Forza Live არის პირდაპირ ეთერში, ყოველი სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა იქნება ეს სამი დღე მაგ არჩეული კვირის, როდესაც განხორციელდება პირდაპირ ჩართვები და ჩვენ 1 საათიანი გადაცემის სრულობის დროს მიმოვიხილავთ საინტერესო სიახლეებს, რაც ხდებოდა Juventus-ის და სიტუაციიდან გამომდინარე იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით, რადგან ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა, სულ რაღაც 7 ივნისია, დღეს 3 დღეში დაიწყება და ეს კარგი არის ფეხბურთის მოყვარულებისთვის იმ კუთხით, რომ ზაფხული იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონატები დამთავრდა, ევროპული საკლუბო ტურნირები ყველა დამთავრებული არის. მოსაწყენი რო არ იყოს საფხული ჩემის აზრით ისეთი როდესაც არის ეროვნული დიდი ნაკრებების ბაიქრობა უფრო სასიამოვნო არის რა თქმა უნდა. ნუ ეს ვისაც ფეხბურთი აინტერესებს და ხა ვისაც არ აინტერესებს მისთვის ალბათ სხვა გასართობებიც იქნება რამე. გამარჯობა ყველას. მინდა რომ გადაცემა პირველ რიგში დავიწყო რა თქმა უნდა იტალიის ნაკრებზე საუბრით. გუშინდელი შეხვედრა ჩემის აზრით ძალიან ბევრ კითხვას ემდა პასუხს. იმ კუთხით რომ ძალიან მოლოდინი იყო ნეგატიური მე უსმენდი კითხულობდი გულშემატკივრების პოზიციას გინდა ჩვენ საიზე გინდა ზოგადად ანუ იტალიურ ფორუმებზეც ყველა ელოდებოდა სკვადრა აძურასგან რაღაცნაირად ჩაკეტილი ფეხბურთის ჩვენებას და ძირითადად მიდიოდა ანტონიო კონტეს ლანძღვა გინება. ნუ კონტე ზოგადად ძალიან ემოციურია და უცნაური არის საკუთარ გადაწყვეტილებებში და უყვარს რაღაც გამორჩეულად რაღაც ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ფართო მასებისგან ბევრ კითხვის ნიშანს, რბილად ნათქვამ კითხვის ნიშანს. ასეთი იყო ახლა შემადგენლობაში იგივე ედერის მოხვედრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თუნდაც იმობილეს რომ უნდა ჩააგდეს სეზონი პირდაპირ ვთქვათ. თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იგი იტალიის ნაკრების თავკაცია, ალბათ უკეთესად ესმის მინიმუმ რა თქმა უნდა ჩვენზე უკეთესად ბევრად ალბათ მას იგი თulis რომ ეს არის საჭირო და ეს მისთვის არის საჭირო და ნუ ნახოთ ევროპის ჩემპიონატი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ჩემთვის პირადად სასიამოვნო იყო ის მომენტი, რომ იტალიის ნაკრებმა გამახსენა Juventus-ი კონტეს ეპოქაში. ბურთის კონტროლი, ძალიან კარგი განლაგება მოედნის ცენტრში ნახევარმცველებისა და ძალიან საიმედო თამაში ცენტრალურ ტრიოსი, რომელიც კონტეს სისტემაში ჩამოყალიბდა ზუსტად იმ ბირთვად, რომელსაც მოიხსენიებდნენ მთელი ევროპული ფეხბურთი BBC-ით, გაუვალი კედელი. იგი მე პირადად ძალიან დიდი იმედს მისახავს, რომ იტალიის ნაკრები რაღაც კარგ შედეგს მიაღწევს. მე არ მინდა ხმამაღალი განცხადებები გავაკეთოთ თქვა ის რომ ჩვენ ჩემპიონობისთვის გავდივართ, ნუ იტალიის ნაკრები ზოგადად რა შემოადგენლობითაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მეტოქისგან პოლის დაფასებული იქნება, მაშინ ორი აზრი არ არის, მაგრამ ნუ სიტუაცია შემოადგენლობა მაინც თავისაშვება და ეს გასათვალისწინებელი არის. მე ნამდვილად მესიამოვნა ბურთის ძალიან კარგი ეფექტური კონტროლი მთელი 90 წუთის განმავლობაში მეტოქე გასაგებია, მაგრამ წნეხის ქვეშ პრესინგში ესე მომენტალურად ან მეკარე რო იგერიებდა ბურთს და სიტყვაზე სწორად რომ მოიგერიებინა და აი ფინალს კონოდა ნახევარდაცვაში მის გარშემო ერთბაშად 3 იტალიელი ჩდებოდა და ბურთის ართმევის დროს ხდებოდა საკუთარი იერიშის ძალიან კარგი წარმართვა. მაგრამ ეხლა პლუსი გასაგებია, მაგრამ მინუსის თემა რა იყო? ფორვარდების ალბათ შეიძლება ეს ტანდემი იმდენად დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ერთად რომ რაიმე დასამახსოვრებელი ყოფილიყო ან გაიკეთებინა. თუმცა იყო ორი მომენტი, მე მახსენდება, როდესაც თუნდაც ძაძა უკეთებდა გადაცემას იმობილეს, მაგრამ მე იტალიის ნაკრების ფორვარდებისგან იმ დამასრულებელ ეტაპს ველი უფრო რაღაც მეტ ცივსისხლიანობას, მეტ აგრესიას. რაც უნდა კარგად ითამაშოს დაცვამ, ნახევარდაცვამ, მე მგონი Juventus-მა პირველ სეზონში, როდესაც კონტე წვრთნიდა, რაღაც დონეზე მაინც დაანახა ყველას, რომ თავდასხმელი მაღალი დონის, რომელსაც მოეთხოვება თუნდაც 20 გოლი სეზონში, ესეთი აუცილებელი არის საერთო წარმატებისთვის. იმიტომ რომ მთელი ასე ვთქვათ, ტურნირის განმავლობაში მარტო ნახევარდაცვის და დაცვის იმედად იყო ძალიან რთული იქნება. იქ უნდა იყოს ისეთი მომენტები, როდესაც თავდასხმელი საკუთარი ერთი მოძრაობით გადაწყვიტავს. ჯერჯერობით ჩემის აზრით ეს პოზიცია რჩება ყველაზე პრობლემატურად და მე არ ვიცი
კონტე ლაპარაკობდა თამაშის დასრულების შემდეგ რომ იქამდე ჯერ კიდევ დრო არის და ჩვენ ფორმაში უნდა შევიდეთ და მე პოზიტივს ხედავს საკუთარი ფეხბურთელებისგან შესაძლოა პოზიტივს ხედავს და ეს ასეც უნდა იყოს თუმცა აი თავდასხმელები ზოგადად კითხვის ნიშნებს სვავენ მე სადადარიქო და სკამზეც კი ვერ ხედავ ისეთ რესურსს რომელიც დაჭირდეს გააძლიეროს ინსინიეს თამაშს უყურებდი ფეხბურთელისას რომელიც ნაპოლიშიდაც არასტაბილური იყო შეიძლება გაუვარდეს და კარგი თამაში ითამაშოს მაგრამ შეიძლება პრობლემები შეექმნას ელემენტარული ბურთის მიღებასთან დაკავშირებით თუნდაც ამიტომ ყოველთვის სევდიანად გავიხედები ხოლმე მილანისკენ შევხედავ შავკანიან ფეხბურთელს რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ჩემზე პირადად ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მე ძალიან მინდოდა მარიო ბალოტელის ხილვა ნაკრებში ამაზე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი მიუხედავად ცუდი ფორმისა მე რაღაცნაირად მიმაჩნია რომ ეს ფეხბურთელი დღევანდელი აი წაყვანილი ფეხბურთელებიდან ვინც არის დღეს თავდასხმაში ხო გონია რომ რაღაც იპოვნიდა იმ რაღაც მნიშვნელოვან საკუთარ თავში რომ კონკრეტულად 4-5 თამაში თუ რამდენიც ეკნებოდა ხო იტალიის ნაკრებს ჩასატარებელი იგი იტყოდა თავის სიტყვას მე ძალიან წინს რომ დღეს არ ვყავს ჩვენ ბალოტელი და სიტყვაზე გაძლიერებაზე რო იქნება საუბარი უნდა შევხედოთ იმად ვინებიც არიან ეხა ძირითად შემადგენლობაში ან თუნდაც იყვნენ სადადარიგო და სკამზე იმედს გამოვთქვავ რომ გამოჩნდება ფიგურა რომელიც თქოზე გაიბრწყინებს ევროპის ჩემპიონატზე და ნებისმიერი იყოს ესეთი უბრალოდ მინდა რომ ერთ-ერთი მაინც გახდეს ასეთი ფიგურა კიდევ ერთი ფეხბურთელი რომელმაც გუშინ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ეს იყო სტეფან ელშარავი ამ ფეხბურთელის იმედი მე ნამდვილად მაქვს ქონდა მაშინაც όταν მილანში ასპარეზობდა მე ვთვლი რომ იტალიის ნაკრებს საკმაოდ კარგი ფეხბურთელი ეძებოდა უცნაური გადაწყვეტილება იყო როსონერის მხრიდან მისი ჯერ მონაკოში გაშვება და მე საერთოდ რომაში გასხვისება რომას კომაგებს კი ულოცავ ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყიდეთ უბრალოდ იმედი მაქვს პალეტი ნაყოფიერად გამოიყენებს მის იმ შესაძლებლობებს და მახასიათებლებს რაც ამ ფეხბურთელს ხდის გამორჩეულად სხვებთან მიმართებაში გუშინ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის მომენტი, როდესაც ფეხბურთელი საკუთარი შრომის მოყვარულობით და შრომის უნარობით შეუძლია ითამაშოს ოდნავ განსხვავებულ მისთვის პოზიციაზე. კონტე მას დაავალა მარცხენა ფლანგზე იგივე ამოცანის შესრულება, რასაც აკეთებდა იუვენტუსში კვადრო ასამოა. დიახ, ზუსტად ის კვადრო ასამოა, რომლის წაყვანაც სურს კონტეს ჩელსიში, გარკვეული მილიონების სანაცვლოდ. ელშარავიმ გუშინ შესაძლოა ფინეთის თემაც არის, რომ ისეთი მაღალი დონის გუნდი არ დაგვიპირისპირდა ჩვენ, თუმცა ეს კონტეს არჩევანი იყო, მან დაინახა ამ გუნდში ირლანდიის დარი დაცვის სქემაში მოძრავი. ხო და ელშარავიმ დაცვის თემაში ძალიან კარგი იყო, ართმევაში არაერთხელ მიიღო მონაწილეობა. რასაც ქვია იტალიურად დაცვის კი არა ზონის ამოვსება ძალიან კარგად აკეთებდა ამას და ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც აშკარად თავდასხმელისკენ მიდრეკილი ფეხბურთელი ტაქტიკურად, ჭკვიანურად ჯდებოდა იმ მითითებებში, რასაც მწვრთნელი სთხოვდა მას. ამიტომ მე ვთვლი, ნახევარმცველის, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე არის ძალიან კარგი ვარიანტი გაჩენილი ელშარავის გათვალისწინებით, რომელსაც ძალიან ეფექტურად და ასამოაზე კიდევ უფრო ეფექტურად შეუძლია შეტევის გამწვავება. უბრალოდ მომენტია ეს რამდენად კარგად აი ხო არის რამოდენიმე დღე არის ხო დარჩენილი ბელგიასთან სათამაშოდ მე იმედი მაქვს ელშარავი მაქსიმალურად გაერკვევა მარცხენა მცველის სრული გაკონტროლების სპექტრში მან ეს აღნიშნა თავის ინტერვიუში რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა როდესაც მას თხოვეს აი ამ პოზიციის აყვანა მოეწონა თვითონ აღნიშნა რომ ნამდვილად კარგი გამოცდილება მივიღე და მზად ვარ ნაკრებისთვის სადაც კონტე მეტყვის იქ ვითამაშო და ეს პოზიცია თუ იქნება ნამდვილად ყველაფერს გავიღებ რადგან შევასრულო მწვრთნელის მიერ დაგისრებული მითითებები სხვა პოზიცია გამოსარჩევი არის ანტონიო კანდრევა. კანდრევამ მე პირადად ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაშინ მოახდინა ჯერ კიდევ, როდესაც ლივორნოს ფეხბურთელი იყო და როდესაც გაჩნდა ჭორები მის თავობაზე, რომ უნდა გადასულიყო იუვენტუსში, მე ძალიან მესიამონა, იმიტომ რომ ეს მას ვთვლი ძალიან კარგი ნახევარმცველად, იმიტომ ეს იტალიელი კარგი დაყენებული დარტყმით, გადაცემებითაც ნორმალური იყო და იმ ჩაშლილობით სქემაშიდაც თავს არ ირცხვენდა, ანუ ფიზიკურად ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა მისთვის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის და მიუხედავად. გადმოვიდა ჩვენთან, მე ვთვლი, რომ იმ საშინელ პერიოდში კანდრევას
ცუდად თავი ნამდვილად არ წარმოუჩენია და წარმოიდგინეთ 9 მილიონად შეგვეძლო ჩვენ ანტონიო კანდრევას გამოსყიდვა. დღემდე ვერ ხვდები რა მოხდა მოლაპარაკებების დროს რომ მაროტამ არ გაიფორმა ეს ну საგულისხმოა ის რომ ეს ფეხბურთელი კანდრევაზე მაქვს საუბარი ჯერ კიდე სეკო მოიყვანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯის პერიოდში როდესაც კრიზისი ეწყებოდა ივენტოს შესაძლოა იქ კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ახალმა შემდეგ მოვიდა უკვე ანიელი და მაროტა რაღაცნაირად ალბათ გამორჩა თუ არ ვიცი ნამდვილად ვერ მოხერხდა მისი გამოსყიდვა რაც ფიქრობ მისი კარიერიდან გამომდინარე ანუ როგორც თამაშობს ხო ანუ შეიძლება ლაციო არ არის ესეთი გუნდი რომელიც წვერვალებს ეთამაშება მაგრამ იქ კანდრევა ნამდვილად გამორჩეული ფიგურა არის და მე დარწმუნებული ვარ ანტონიო ივენტუსში კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე იქნებოდა და დღეს მაგალითად მარჯვენა ნახევარმცველის თემაზე თუ რამე პრობლემა გვაქვს ხო ლიხშტაინერი არის ხო აი ლიხშტაინერის გვერდით კანდრევა ძალიან მშვენივრად წარმოაჩენდა საკუთარ შესაძლებლობებს ეს არის ჩემი აზრი ფინეთთან შეხვედრაში მან დაამტკიცა რომ არის კარგ ფორმაში და იტალიას ნამდვილად შეუძლია მასზე იმედების დამყარება. უბრალოდ კანდრევას ერთი მომენტი აქვს შარშანდელ ეროვნულ ფორუმზეც იყო მატჩი სადაც კარგად წარმოაჩინა თავი, იყო შეხვედრა სადაც გუნდთან ერთად გაცურა. ანუ ფსიქოლოგიური მომენტები ეთქვა ამ ფეხბურთელსაც აქ და მე დარწმუნებული ვარ კონტე შეძლებს თითოეულთან სწორი მიდგომის პოვნას თუ უკვე არ იპოვნა და მართლა ერთმუშტად შეკრას და ეს გუნდი, რასაც მე გუშინ უყურებდი, მართლა ერთმუშტად შეკრული იყო, ერთმანეთისთვის ყველაფერს იღებდნენ და მე მინდა ვიხილო ბელგიასთანაც ასეთი ნაკრები, მით უმეტეს ბელგია ძალიან ტექნიკური გუნდი არის და ძალიან საინტერესო იქნება ბურთის მოპოვების კუთხით როგორ ითამაშებს იტალია. ეცდება თუ არა იგი საკუთარი თამაშის მათთვის მოხვევას ეს კონტემ კი აღნიშნა, მაგრამ ერთია მწვრთნელი რა სიტყვის და მეორეა გუნდი როგორ შეასრულებს მის მითითებებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბელგიასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან იგივე შვედეთთან, ირლანდიასთან, რომელიც ალბათ დაცვიდან ითამაშებს და აი აქ ფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში გველის, იმიტომ რომ კონტეს ივენტუსშიდაც, როდესაც მის წინააღმდეგ რაღაც ვაკაციანი ჯებირი იდგა, ძალიან უჭირდა, იმიტომ რომ ალეგრისგან განსხვავებით ჩემი აზრით კონტე ნაკლებად უთმობს ყურადღებას კონტრშეტევებს, ეს თვითონაც აღნიშნა. მე არ ვაწყობ ჩემს გუნდს დაცვიდან, მე არ მინდა რომ ორჯერ სამჯერ შევეხო ბურთს და ისე მივიდეთ მათ საჯარიმონდე. ნუ ეს მისი სტილი არის და მისი სტილიდან გამომდინარე ვთქვი რომ ირლანდიასთან ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში გველის და მე იმედი მაქვს რომ იგი არ იქნება რაღაც კუთხით გადამწყვეტი თუმცა ნუ ახალი წესდებიდან გამომდინარე თუ ზუსტად ვიცი 3 გუნდი გადის ევროპის ჩემპიონატზე ქვეჯგუფიდან ანუ 4 გუნდი არის და უფრო სწორედ ანუ ყველა ქვეჯგუფიდან შეირჩევა 4 საუკეთესო და გავა და ნუ იმედი მაქვს არანაირი კითხვას არ დაობადებ საკუთარი თამაშით ამ დონეზე არ გავირთულებ სიტუაციას მაგრამ ნუ იტალიისგან რომელიც 82 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ჯგუფიდან 3 თამაში და 3 პრიზზე გავიდა ნუ მოსალოდნელი ყველაფერი არის უყვართ აძურის ფიგურებს სიტუაციის დრამატიზება, გართულება და რაღაც ბოლო ამოსუნთქვაზე მე დაბრუნება ხოლმე რაღაც ვანდამის ფილმი მახსენდება, სადაც მთელი თამაშის განმავლობაში ამ გმირს თაობას უნგრევენ ბოდიში ამ სიტყვასთან და ბოლო წამს რაღაც გაახსენდება, მე დაბრუნდება და მე იმარჯვებს. ნუ რაღაცნაირად იტალიას გავაიგივე ესე თქვათ ამ კინომსახიობთან. ოკეი, გადავხედოთ თქვენს კომენტარებს და შემდეგ ნუ გაიქნება თუ იტალიის თემას კიდევ უფრო ჩავუმავდებით, შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ სატრანსფერო სიახლეებზეც, რაც იმიტომ რომ იტალია შეიძლება ემზადება, მაგრამ თავის მხრივ მაროტა ემზადება გუნდის გასაძლიერებლად და რაღაცა მომენტები, მანევრირებები შეინიშნება მის ქმედებებში. გამარჯობა ბიჭებო ყველას, მოგესალმებით, გამარჯობა. მაგარი 10-იანი ყავს ისეო. ტიაგო მოტა ხო, ნუ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მე მაინც იმედი მაქვს, რომ იმ პოზიციაზე, სადაც მოტა ასპარეზობს და გუშინელი ძირითადი შემადგენლობა გამოწვეული იყო უბრალოდ ხილვადობით. მე იმედი მაქვს, უფრო დეროსიზე გაკეთდება აქცენტი და ნაკლებად იქნება მე მგონი ნაკლებად კარგი კი არა ჯაკენის თამაშს ვადევნოდი მე თვალყურს რომელიც პოგბას პოზიციაზე იდგა ნომინალურად ხო ანუ 3-5-2 რო ავიღოთ პოგბა დგას რეჯისტას მარცხნივ ჯაკენი იდგა მარცხნივ რაღაცა ანუ ერთიანად თითქოს გუნდი კარგად მოქმედებდა მაგრამ შემადგენლობასაც რო გადახედო პრინციპში ნუ აი არ ვიცი რაღაც ფიგურები კითხვის ნიშნებს ბადებენ ტიაგო მოტა ერთ-ერთი არის გუშინ უსტვენდნენ საერთოდ სტადიონზე ნუ ეს რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო ხა იტალიის
მაისური ვისაც აწვია იტალიის მაისურია, იტალიელია და მზად არის წვრთნელის მიზიდება შეასრულოს. ზედმეტი სწვენა მასზე ნამდვილად არ იმოქმედებს კარგად, ისე როგორც გუნდზე. რთულია პარტნიორს რო უსწვენენ, შენ ისე ფსიქოლოგიურად მოქმედებს, რა თქმა უნდა, ხარდაჭერის კუთხით. და მაინც გამოცდილებით, შემსრულებლო ოსტატობით, რაღაცნაირად დეროსისკენ უფრო მიმიწევს გული, უფრო მინდა რეჯისტრაზე მისი ხილვა, ვიდრე ტიაგო მოტასი, რომელიც სიმართლე გითხრათ არასოდეს მე სიმპათიურებოდა ეს ფეხბურთელი. მოკითხვა მერსესაიდინო გამარჯობა ლივერპულს, გამარჯობა დავით, გამარჯობა ყველას, ისე ველოდებით ხოლმე ამ ჩარტებს, თითქოს ბაროტან პარტიჩის ლაივი იყოს, ჯიგარი ხარ, მადლობა ძალიან კარგი საქმისთვისო. მე სიმართლე გითხრა ისე რაღაც ენთუზიაზმით ვარ, რომ მაროტა პარატიჩის დუეტზე რა გითხრა, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ თქვენთან კონტაქტით და ზოგადად ამ ყველაფრით სიამოვნებს ერთი სიტყვით და სასიამოვნო რომ ეს ორმხრივი არის და დიდი მადლობა ამისთვის. გამარჯობა დავითო, გამარჯობა ზურა, დათოს გამომარჯოს, გამარჯობა ჯონი. ტრანსფერების კუთხით პირველი თემა პიანიჩი განვიხილო თუ შეგიძლიაო. პიანიჩი შეგვიძლია კი ბატონო რომ გადავალთ აუცილებლად ეს ტრანსფერო კუთხეზე უფრო სწორედ განვიხილოთ. მანამდე რაღაც იტალიის ნაკრების თემა მივიყვანოთ და შევაჯამოთ გუშინდელი თამაში, მაინტერესებს თქვენი აზრიც. გამომარჯოსო, გამომარჯოს ბონდო, თაზო როგორ ახარ? გამარჯობა დავით, დღეს სიმფონახი იმობილეზე დაჩალიჩნენ შეიძლება და მართალიაო. ჩირო იმობილეზე ივენტუსთან დაკავშირებით წესიერ საიტზე არც მომისმენია სიმართლე გითხრა. ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ რომ თავის დროზე შეგვეძლო კაპიკებში, ეხლა აი იმობილე არანაირად არ ჩაჯდება ივენტუსის სისტემაში, ერთადერთი იმ შემთხვევაში ჩაჯდება თუ დათანხმდება მეხუთე ფორვარდობას. მე სიმართლე გითხრა სერია კი არა, საერთოდ როცა უახლოვებდნენ საერთოდ რა, ანუ იმობილეს ივენტუს ვერ ხვდებოდი საერთოდ რა ესაქმებოდა ამ ფეხბურთელს პრიმავერაშიც. ჩვენს პრიმავერაში საუბარი ზედმეტზე არ ამბობს. ძალიან არ მომწონს. აუ მაგრად მევასება ამ ადამიანის საუბარიო. გამარჯობა თემო, დიდი მადლობა. ელშარავი კარგია, მაგრამ ფიზიკური აღნაგობის სუსტია შეიძლება დაჩაგრონო. კი ბატონო, გეთანხმები სანდრო, თუმცა მე მახსენდება მილანთან შეხვედრა, სადაც გაცილებით ძლიერი გაბარიტის მქონე მცველებთან იგი ფეხზე მყარად იდგა. ეს ფეხბურთელი საკუთარი ტექნიკური არსენალს კარგად უთავსებს, სინთეზს უკეთებს, ფიზიკურ მდგრადობას და საბოლოო ჯამში რო არა უბრალოდ ტრავიანობა, რომელიც მილანში ქონდა, ხო, ხშირი კუნთან დაკავშირებული და ადრე ქონდა კარიერულად მყესთან. ჩემის აზრით ეს ფეხბურთელი დღეს ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და სულ სხვა სიმაღლეზე იქნებოდა, უბრალოდ მას სხვა მხრივ აქვს პრობლემები. იგივე რაც სიტყვაზე ხედირას აქვს, ხო, აი ხშირი პრობლემა დატვირთვებთან, კუნთთან, რომელიც აგდებს ფეხბურთელს რაღაც 2-3 კვირის განმავლობაში რთულია შემდეგ ისე ფორმის დაბრუნება. ალბათ მილანმა ამიტომ გადაწყვიტა მისი გაშვება. დათო პროფესიით ჟურნალისტი ხარ, ძალიან კარგად მეტყველებო. ნინო როგორ ახარ? არა, ჟურნალისტი არ ვარ, პროფესიით თავის დროზე მაქვს დამთავრებული სამშენებლო ფაკულტეტი, თუმცა ამ პროფესიით არ მიმუშავი არასოდეს, რადიოში მუშაობდი პარალელურად. შემდეგ და შემდეგ უკვე სხვა ადგილებში, ახლა მარკეტინგის დეპარტამენტში ვარ და შეიძლება ამის გამოც. თუმცა ყოველთვის მიზიდავდა ჟურნალისტიკა, ვფიქრობდი ჩაგვარებას, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოხერხდა ეგ საქმე და გული კი მწყდება. კონტეს გადაწყობილი გუნდი არ გაიშვეს ჯგუფში 2-3 კლუბს ავიღებთო. ყობა როგორ ახარ გასწორე, სწორედ ძალიან რთულად კითხულობ ხოლმე. ხო, ანუ ეგ გადაწყობა ისე რაღაცაში გეთანხმები, ანუ თამაშის სრულობის დროს კონტე გადაწყობის თვალსაზრისით რთული პიროვნება არ კი, იმიტომ რომ თავიდანვე იწყებს ხოლმე და აი ამ ემოციური მუხტით მინდის. ტაქტიკურად შეიძლება ვერ გადააწყოს, მაგრამ ემოციური მუხტი შეძენა ამ კონტეს შეუძლია და ჩემი აზრით დღევანდელი იტალიის ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზუსტად აი ეს მუხტის თემა იქნება. იგი დარწმუნებული ვარ ვარჯიშებზე უნება რომ თქვენგან არავინ არაფერს არ ელის, არაფერს არ წარმოადგენთ და ემოდი დავამტკიცოთ მოედანზე ყველას დავამტკიცოთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ალბათ ოცნება რომელიც ჰქონდა საუბარი ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც კონტე იყო ივენტუსის სულნელიო ეს ჩვენი ოცნება არისო. ალბათ შეიძლება იტალიის ნაკრებისთვის ასე იყოს ევროპის ჩემპიონატი და მალე დაიწყოს ეს კომენტარები, რომ ჩვენ მივდივართ ჩვენი ოცნებისკენ. საღამოშვიდობის ბიჭებო, გამომარჯოს დავით როგორ ახარო? კარგად სოსო, შენ როგორ ახარ? ბუფონ ხომ არის ისეთი სასტავი წაიყვანა და არ გამიგვირდებაო. ბუფონის დატოვება ალბათ იმდენად დიდი
პრობლემა გახდებოდა კონტესტისთვის, შეიძლება იტალიაში ვეღარც დაბრუნებულიყო, ამიტომ ნაბიჯის გადათქმა ნამდვილად არ იქნებოდა მისი მხრიდან ჭკვიანური. რამდენ პროცენტში აფასებდი იტალიის შანსებს ევროპაზე და რა არის შენი აზრით მათი მაქსიმუმიო? ჩემის აზრით მინიმუმი არის რომ ჯგუფიდან გავალთ ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, მე ამისი მწამს და ფინეთთან შეხვედრაში მე დავინახე უბრალოდ ის მოქმედება და მომენტები ფეხბურთელების შესრულებითაც მაძლევს იმედის საშუალებას მიუხედავად იმისა რომ ფინეთი იყო, სხვა ეპიზოდი გამოჩნდა ჩემი კუთხით რომ შევხედე. რაც შეეხება შანსებს ჩემპიონობაზე ჩემის აზრით ძალიან ხმამაღალი იქნება, თან ძალიან სუბიექტური ვიქნები კომაგობიდან გამომდინარე, ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ არ მაძლევს შეჯერობით შემადგენლობა და ყველაზე მეტად არ მაძლევს საშუალებას მეტოქე გუნდის ფორმა. მე ვთვლი მთავარ ფავორიტად ჩემი გადმოსახედიდან გერმანიის ნაკრებს, შემდეგ უკვე მასპინძლებს, ხოლმე ინგლისის ნაკრებს ვთვლი ერთ-ერთ ასე ვთქვათ ლიდერ გუნდად, იმიტომ რომ ყველა რაღაც ისე ალმაცირად უყურებს და ისეთი ფეხბურთელები არიან ეხლა ინგლისის ნაკრებში რომ ნამდვილად არ ვისურვებდი მათთან დაპირისპირებას ამ ეტაპზე. და იტალიის ნაკრების შანსებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ალბათ ვერც ერთ იტალიის კომაგი ვერ გეტყვით, ძალიან კითხვის ნიშანი არის ეს გუნდი. არავინ არ ვიცით რეალურად რა იქნება, მაგრამ მინიმუმ ვიტყვი რომ ჯგუფიდან გასვლის პრობლემა წესით არ უნდა იყოს. სალამი დათქა ტრანსფერებსაც შეეხება ჩვენ რა გვინდა კი არა მაქს ვინც უნდა ის უნდა მოიყვანო თუმცა ისიც ვერ მოყავთ ჯერო გამარჯობა გიორგი ხო პირველ რიგში რა თქმა უნდა ალეგრის სრულიდან გამომდინარე უნდა იყოს მაგრამ სადაც ამდენი ხნის განმავლობაში ტრეკვარტის დასით ყავს და ჩვენ ჰერნანეში მიყვავს ამიტომ შეიძლება ამაზე დავა გამარჯობა დავით ჯაკერინზე ასპექტ რატო ევასებ კონდეს ასე ძალიან გამარჯობა ლადო ჯაკერინი არის ფეხბურთელი რომელმაც თავის დროზე სათადარიგოთა სკამზე დაცვა ელჯერო ელია. ჯერ ელჯერო ელია რა ფეხბურთელი იყო, საერთოდ მაგის ყიდვა რა საჭირო იყო იმ პერიოდისთვის ძალიან გამომართლებელი ტრანსფერი იყო. თუმცა, მოეწონა მისი, ესე ვთქვათ, დაბალი პრეტენზიულობა, მოეწონა ის რომ ასრულებდა ყველა მითითებას, რასაც ეუბნებოდა და კონტე თვითონ თავის პერიოდში როდესაც ფეხბურთელი იყო, რაღაც გავსი ტიპის მოთამაშე იყო, რომელიც არ გამოირჩეოდა შეიძლება მაღალი ტექნიკური არსენალით, ვერ აკეთებდა 80 მეტრიან საოცარ გადაცემებს პირლოს მსგავსად, მაგრამ აბეტონებდა საკუთარ პერიმეტრს და მისთვის რაღაც ცნობილი სახელები, გვარები, ფიგურები ვარსკვლავი არაფერს არ წარმოადგენენ საფეხბურთო თემატიკიდან ვიტყვი კლავდა მის ოპონენტს ანადგურებდა მოედანზე. ამიტომ მას მოსწონს თავდაბალი პიროვნებები, ჯაკერინი ასეთი არის, აქვს ალბათ ისეთი მახასიათებლები, რაც მასში იწვევს ტაქტიკურ სიმპათიას ამ ფეხბურთელისადმი, რადგან ერთი პერიოდი თუ გახსოვთ მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა და შემდეგ უკვე ცენტრში შემოწია, აი გუშინ სადაც ითამაშა, ხო? მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი იყო, უხეშად ვიტყვი. მოსწონს ალბათ მისი ტაქტიკური დამებაინა ფოტოში უნივერსალიზმი, ხო? ზოგჯერ არის ხოლმე ეს მომენტი. გაუმარჯოს დავით, პირველ რიგში ჯიგარი ხარ ასეთი ხშირი ლაივებისთვის, ამდენს რო შრომობ ჩვენთვის, ტიფოზერისთვის, შენი აზრით ვასკესის წაყვანა სამართლიანი არისო? ვასკესის ალბათ არ წაყვანა. გამარჯობა გიგა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რაც შეეხება შემადგენლობა ძალიან ბევრ ფეხბურთელზე შეიძლება ვთქვა იყო თუ არა სამართლიანი მე მაგალითად მე სიამოვნებოდა მილანიდან ჯაკომო ბონავენტურა რო წაიყვანა იმიტომ რომ ვთვლი რომ კარგი სეზონი ჰქონდა და იტალიის ნაკრებსაც გამოუდგებოდა ბურთის კონტროლის კუთხით იმიტომ რომ აქცენტი ამაზე კეთდება კონდეს მხრიდან რაც შეეხება შენს მიერ წამოყენებულ კანდიდატურას ვასკესმა გასულ სეზონთან შედარებით ჩემის აზრით ბევრად უფრო შეაჩერა პროგრესს ვერ დავარქვი, იმიტომ რომ მე საკში არ არის ახლა რაღაც განვითარებისთვის ისწრაფოდეს, მაგრამ ის დონეც ვერ აჩვენა, რაც აჩვენა სიტყვაზე იბალას პერიოდში. ხა იყო თუ არა ეს დამოკიდებული იმაზე, რომ იბალა ყავდა პარტნიორი და ის ეხსნებოდა ხოლმე და ეხლა ვიღაც ხვები იყვნენ, ესეც არის შეიძლება, მაგრამ თვითონ ვასკესმაც თავი ვერაფრით ვერ წარმოაჩინა. ამიტომ ამ შემთხვევაში კონტეს გაგება შესაძლებელია, ჩემი აზრით. თან გამორჩეული ტრეკვარტისტათი კონტე მაინც არ თამაშობს, რეჯისტაზე ვასკესი ვერ ითამაშებს, არა აქვს მაგისი ფუნქცია და შესაძლებლობები და ამიტომ ხო ხდებით, ბერარდი ავიღოთ, ხო, რომელმაც პროგრესი შეაჩერა. ბერარდი არ წაიყვანა, იმიტომ რომ ესეთი ის იყო, ვარაუდი იყო, რომ
იცით, იგი 4-3-3-ში თამაშობს და მარჯვენა თავდასხმელი არ ესაჭიროებაო. ნუ ეს საერთოდ ნონსენსია. მაშინ ელშარავი რატო წაიყვანა და მარცხენა ნახევარმცველად რატოა თამაშა? ბერარდი რა მარჯვენაზე ვერ ითამაშებდა ესე? ვერ ხვდები, ნუ არის რაღაც კითხვები რა თქმა უნდა კონტესტთან, მაგრამ აი ვასკესთან დაკავშირებით მე მგონი ყველაზე ცოტა. ვახ დათუნია, კარგი ძია, ეგრე გააგრძელო. ერე როგორ ახარ მომენატრ, მაგრად ეს ადამიანი არის როგორ თქვა, როკის პიონერი ჩემთვის, როკ მუსიკის და ფეხბურთში ძალიან გემოვნებიანი არის იტალიის ნაკრები, ხო, უყვარს და მილანი უყვარს. და იმედი მაქვს დაბრუნდებით მილანი აკლია იტალიურ ფეხბურთს. ჯაკერინი კონტეს უკანონოშვილია, ედერის შვილი მოტა ნახლული და სამივე გრიანდებენ ნაკრებშიო. ოღონდ არ ვიცი, კარგი ინფორმაციები გსოდნია შენ. ვერ ვიტანდი ამ მასკერანოს და ისე დახასიათე ვოცნებო მგონი უკვე გადმოვიდესო. დაასაგებია დავით, მაგრამ მე მგონი რომ იმდენად ბარსელონამ, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იმდენად აგზნობინა თავი რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა მასკერანოს, რომ მე მგონი თავში აუვარდა და უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ რამისა ჯვარი დაიწეროს კატალონიაზე. ამიტომ მე ეჭვება აცი რომ გადმოვიდეს. გამარჯობა კანდრევა, მაგარია, მაგრამ არასტაბილურია, გეთანხმები ამაში, ინერტულობაც ახასიათებს ხოლმე, ამიტომაც ბევრის გადახდა არ ღირს. ევროპის დაწყებამდე აძურის ადმინისტრატორზე სტატიის წაკითხვას გირჩევთ მეგობრებო, ვისაც ჯერ არ წაუკითხავსო. აძურის ადმინისტრატორზე სტატიის წაკითხოს. აძურის ადმინისტრატორი სავარაუდოდ წურთანზე ალინატორზე არის საუბარი, თუ ვერ მიხდი ბოდიში. ძალიან მაგარი კაცი ხარ, გაგიმარჯოს, ფორცა იუვე, მოკითხვა ზუგდიდიდან. გამარჯობა სულხან, დიდი მადლობა. იტალიის სიცხვილეა ჯაკენის იმედზე რომ იქნები. იცით რა არის, არასოდეს არ თქვათ, რომ კონტეს სისტემაში ერთ ფეხბურთელზე არის მთელი იმედები. ანუ აქ იმედი არის მთლიან გუნდზე. ეს გუნდი არის ერთი სრული. კონტეს არ უყვარს ვარსკვლავები, კონტეს უყვარს ფეხბურთელები, რომლებიც საქმეს გააკეთებენ. ანუ შეიძლება დაავალოს, რომ იცი რა, მე მჭირდება პირველიდან 20 წუთამდე ირბინო წინ და უკან 10 მეტრზე, მხოლოდ 10 მეტრზე, მხოლოდ აქ და ვინმე თუ შემოვა შენ ზონაში, მას ბურთი ფეხზე უნდა კონდეს ზუსტად წამი და შეიძლება უფრო ნახევარი წამი. აი ეს არის კონტეს სისტემა, აქ არ არის საუბარი ერთ პიროვნებაზე, ერთ იმედზე ან ვინმეს იმედზე ყოფნაზე. ნამდვილად არ არის, კონტი არის მთელი 11 ფეხბურთელის და 11 კიდევ სათადარიგოთა სკამზე და ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრების იმედზე. ეს არის მისი სტილი. ჩემთვის თვითონ კონტეს სიტყვების სიტირებას ვახდენ, მნიშვნელოვანი არიან ყველანი, ვინც არიან ჩემი გუნდის წარმომადგენლები, რომ მათ იგრძნონ თავი ერთ სრულად. სწორედ ასე მივახციე თავის დროზე იუვენტუსში წარმატებასო და ნუ ფაქტია, 3 სეზონი, 3 სკუდეტო. ამჟამად ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს ისურვებდი იუვეშიო. ნუ ეტაპობრივად მოკლედ გადავდივართ იტალიის ნაკრებიდან. რთულია იცი, ესე ვინმე ინატრო კონკრეტულად, ნუ ჩემი აზრით ტაქტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თან რეალობაზეც ვახდენ ხოლმე აქცენტს და არასდროზე ვინმე მისტიური მინდოდეს. ალბათ მირალემ პიანიჩი, რომელიც იუვენტუსის სქემაში ძალიან კარგად ჩაჯდებოდა. დღეს ჩვენი ნაკრების ყურებას ვაპირებთო. დღეს არის თუ ხვალეა ნაკრების თამაში, ისე ზაზა პელეს დაყენებაც შეიძლება წინ და იქნებ შორიდან მაინც გაუვარდეს ჩვენს ჯილასო. ესე იმედზე ყოფნა. ბერლუსკონი როგორ არის გავიგე გულის შეტევა მოვიდაო. წავიკითხე სხვათა შორის ჰოსპიტალში გადაუყვანიათ. მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, რავი დაველოდოთ სიახლეებს. ალბათ ძალიან განიცდის მილანო შინელებს უნდა მიყიდოს თუ რაღაც ეთემა არის. ფიზიკურად არიან ძალიან მაგრად მომზადებულები, ეთყობა გუნდს, გუშინ ეთყობოდა ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის იყოცო. გეთანხმები ძალიან დაუღალავა თელი თამაშის განმავლობაში, პრესინგი ფანტასტიკური იყო გუშინალის ნაკრები, არანაირი დაცვა, არანაირი ფიქრი ამაზე, პირიქით, ბურთის სრული კონტროლი, სრული დომინირება და ეს არ იყო რაღაც ჩვეულებრივი ტიკი-ტაკას ასას ეძახიან, ხო, ეს ბარსელონასთან მიმართებაში ან სხვა გუნდთან, რომელიც ამას ეს ტაქტიკა უყვარს. ეს იყო რაღაცნაირად თითქოს გააზრებული იყო ყოველი გადაცემა, აძლევდნენ ამ გადაცემის სოლობის დროს პარტნიორები საკუთარ თანაგუნდელებს
გახსნის საშუალებას და შეტევის ეფექტურად წარმართვის საშუალებას. და ამიტომ respect კონტეს გუშინდელი დღისთვის მე ველოდები ამ კარგი პროექტის დასაწყისის ძალიან ლოგიკურ გაგრძელებას ევროპის ჩემპიონატზე და დაიმნახოთ იქ რა გველის. კონტეს მუხტი მთავარი და ერთადერთი პლუსია, მაგრამ ამასთან ამდენი მინუსია. წარმოიდგინე მოტა ჯაკერინი ყავს აყვანი და ათამაშებდა ანდოს ტოიფისად ახალგაზრდა. დებს რომ თითქოს ეგენი უნდა წაიყვანა გამოსვლებას აიღნენ. კარგი, ვინ უნდა წაიყვანა მაშინ, მოდი ვთქვათ, ჩამოწეროთ მოდისია, ვინ უნდა წაიყვანა ესეთი კონტეს, რომლებიც არ არიან ეხლა ნაკრებში, ვის ნაცვლად უნდა ყოფილიყვნენ და რა პლუსების და რის ხარჯზე უნდა ყოფილიყვნენ. ვენტურა არა იმ დონის უცნელი, რომ იტალიის ნაკრებს რამე წარმატება მოუტანოსო და გონდა კარგად გამახსენა, ამის თქმა მინდოდა გადაწყვეტილი საკითხი არის, რომ ტორინოს ექს-თავკაცი, რომელიც სეზონის ბოლოს როდესაც დასრულდა სეზონი, დატოვა ტორინო და ჩაიბარებს უკვე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრებს და პაოლო ტავიკიომ აღნიშნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომ ვენტურა არის იტალიური ფეხბურთის მაესტრო და აძურის საკმაოდ საიმედო ხელში იქნებაო. Სხვადასხვა განიხილება მარჩელო ლიპი ტექნიკური დირექტორის პოსტზე, იქ ოღონდ რაღაც გარკვეული პრობლემები შეექმნა შვილის გამო, რაღაც ასთა სხვადასხვაობა არის ფედერაციასთან და აი სანამ არ გადაწყდება ეს საკითხი, ლიპის თემა ოდნავ ტონალურ რეჟიმში არის გადატანილი. მე მაგალითად მესიამუნება მარჩელოს ხილვაც ფედერაციაში და ზოგადად სანაკრებო სტრუქტურაში. ძალიან დაუგიანეო გამარჯობა არც ისე, თუმცა გეტყვით რომ რადგანაც ამაზეც მიდგა საუბარი, Forza Live-ის ჩართვას ტრადიციულად მეორე დღეს გამოქვეყნება სულად, ამიტომ ვინც დღეს ვერ მოახერხეთ ხილვა, შეგიძლიათ მეორე დღეს იხილოთ ჩვენ საიტზე. გომეში აქტიურობაო იუე რა ხდება ვერ გავიგე ფული პლუს მინუს უმატებენ თუ ძალიან იწერება უკვე. გომეშთან დაკავშირებით, რადგანაც გადავდივართ, მე სამწუხაროდ გამომჩა ლაივის დამატება, იმდენად გავერთი საუბარში საიტზე, თან საიტზეც განვათავსებ ჯობია, რომ ეკაც ძალიან ბევრი მოხმარებელი გვყავს. რაც შეეხება გომეშის საკითხს, გომეშთან დაკავშირებით, აი პარალელურ რეჟიმში სანამ ბულს გავაკეთებ, გეტყვით რომ და ისევ გამოხატა იუნტუსმა ინტერესი, მაგრამ ამდენად აღდგება ღამურებთან ეს ურთიერთობა, მას შემდეგ რაც მაროტა ბოდიში და გადააგდეს მილანში ვიზიტისას და კარი დაუკეთეს და არ შეხვდნენ. ეს მეორე საკითხი არის. უბრალოდ დღეს ის თემა დაიწერა, რომ მასკერანოსთან სავარაუდოდ ალბათ საბოლოოდ შეწყდება ყველანაირი კონტაქტი, დაიწერება ხოლმე ალბათ პერიოდულად, შეიძლება იტალიის ჟურნალისტებს კონდით იმის იმედი, რომ გადაწყვიტოს მასკერანო მაინც კატალონიის დატოვება. მაგრამ მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ გადაერთვნენ გომეშზე ისევ, აპირებენ ახალი შეთავაზების გაკეთებას და ეს ახალი შეთავაზება მათთვის იქნება სადღაც ორიენტირი 40 მილიონი დამატებითი 15, რომელიც უკვე მანჩესტერმა გააკეთა და უარიც მიიღო, ანუ მაგალითად ვერ ხვდები ვალენსიელთა მიდგომას, აპირებენ ალბათ მართლა 60 მილიონად რო გაყიდონ და ვის მიყიდიან, ეს საინტერესოა. არ ჩანს არავინ ჯერჯერობით ბაზარზე, არავინ არ აპირებს. ეხლა მე მაგალითად პორტუგალია ინგლისის თამაში მაქვს ჩართული, სადაც გომეში გამოვიდა მეორე ტაიმში, ცალ-თვალით რო უყურებ, მინდა დავინახო, თუმცა სანაკრებო დონეზე ჯერჯერობით მაინდა-მაინც რაღაც ისეთ ღირებული არ გავუკეთებ, გუშინდელი თამაში არის, არ ვიცი შეიძლება გოლიც გაიტანა, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, რაც 20 წუთია თუ 30-იც გამოვიდა მოედანზე, დიდა თავი ჩემთვის მაგალითად არ დაუმახსოვრებია. ინტერის ფანებმა იყიდეს ნეტა იტალიის მაისური ედერის გვარი, თო? ვაი არ ვიცი, ინტერის ისე სხვადასხვის ჩინელმა ინვესტორებმა იყიდეს, რაღაცნაირად იუნტუსის ტიფოზერის მხრიდან მე გამკვირვებია, ბევრმა დაწერა, რომ ინტერი ძალიან დიდი გუნდი გახდება, რადგან დიდი ფული მიდისო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მორატის თავის დროზე არანაკლები აქვს დახარჯული და არ ვიცი ახლა ჩინელები მაგთენს ხარჯავენ საერთოდ, მაგრამ დიდი გუნდის არ ვიცი. რაც შეეხება ეხლა კონტე არის ტიპი, რომელიც 0-ია გადაწყობაში და შემოტრიალება ძალიან უჭირს, რომელიც არის პლუსი პირველი გაშვებული გოლის დროს იკარგება და როცა წვრთნელია საჭირო, წვრთნელი ჩვენთან არაო. და დგას რაღაც ნერვიული სახით, არის ეგ მომენტი, რა თქმა უნდა, ბევრჯერ შემიჩნევია იუნტუსის რიგებში და მსგავსი მომენტი. კარგით, მოდი გადავიდეთ ეხლა ჩვენ ამ ეტაპზე სატრანსფერო სიახლეებზე, რომელიც კაცრავად საიტზე დავწერ, რომ Facebook-ზე იქნება პირდაპირ ტრანსლირება, რადგანაც რაღაც ტექნიკური ხარვეზი არის, რომელსაც ვერ ვასწორებ, ანუ ბუნლი
არ არის ასე ვთქვათ Facebook-დან საიტზე განსათავსებელი. რაც შეეხება სატრანსფეროს საკითხებს, პირველ რიგში მე რა თქმა უნდა ყურადღება მინდა გავამახვილო მირალემ პიანიჩზე, მასზე გააქტიურდა მოქმედებები და კერძოდ რა ხდება და რა სიტუაცია არის ბოსნიელთან დაკავშირებით. მოვარული ხმების თანახმად, რაც გაავრცელდა ინფორმაცია იტალიურმა რამდენიმე გავლენილმა წყარომ, დღეს მაგალითად მე უყურებდი ტუტო მერკატოვების ჩართვას და პიანიჩთან დაკავშირებით ერთ-ერთი ჟურნალისტი საკმაოდ ესე კაფიოდ საუბრობდა, მან აღნიშნა, რომ პიანიჩთან მაროტა მიაღწია შეთანხმებას, პარატიჩი იმყოფებოდა დედაქალაქში, მათ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და შეთანხმდნენ საკმაოდ სუყე კონტრაქტზე, ანუ ანაზღაურების კუთხით. თუ პიანიჩი ჩვენთან გადმოვა, ეს იქნება ფეხბურთელი, რომელსაც პოგბას შემდეგ იქნება ყველაზე მეტი ანაზღაურება. სხვადასხვა ბონუსური სისტემით და ასე შემდეგ შეიძლება პოგბაზე მეტიც კი გამოუვიდეს ბოსნიელს. არ ვიცი, ამდენად სიმართლე შეესაბამება ეს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მირალემის მომსახურები ძალიან ბევრი სხვა გრანდიერი დაინტერესებული, რომელსაც შეუძლია მსგავსი წინადადების გაუმჯობესებაც კი რეალობას მოკლებული არ არის. კარგი ფეხბურთელია, მოთხოვნადია და ხელფასიც ახლა ბევრი ეტუება, მაგაში ორი აზრი არ არის. მაგრამ მაროტას ისე და ისევ არ უნდა 38 მილიონის გადახდა, რადგან ანაზღაურების თვალსაზრისით არის სახელმწიფო ფონდი, რომელიც ვერ თავსდება ერთმანეთში, ამიტომ არის ეს პრობლემა, ამიტომ ვერ ვხვდით ჩვენ 38 მილიონს პირდაპირ. ანუ რაღაც კუთხით თანახმანი ვართ, რომ ეს თანხა გადავიხადოთ, მაგრამ არის განვადების თემა, იმიტომ რომ 30 მილიონი და ბონუსები, რომელიც არის 6-8 და ეს თამაში მიდის და პალოტას მაინდა-მაინც პიანიჩის გაშვება არ უნდა და ზუსტად ამიტომ აყოვნებს მის ტრანსფერს. ანუ ცდილობს რომ ასე შეუშალოს ხელი მანიცის სატრანსფერო პრობლემა და ხარვეზი რაც ექნება იუვენტუს პიანიჩთან დაკავშირებით და 38 მილიონთან დაკავშირებით და უნდა რომ ზუსტად იმ პუნქტით манипуლირება მოახდინოს და ამიტომ არის დაყონებული ეს გარიგება. აქ მომენტი არის კიდევ ესეთი, რომ მაროტა ცდილობს ამ თანხის შემცირებას გარკვეული ფეხბურთელების ჩართვით. ჯერჯერობით არ სახელდებიან ვინები არიან ესენი. იქ ადრე გავრცელა რომ თქოს ასამოა, პერეირა, ძაძა, მაგრამ ძაძას და აი უშუალოდ ბერარდის ჩართვა საქმეში მაროტას არ უნდა. და ანუ ესეთი ასე ვთქვათ, წამი არის შეჩერებული პიანიჩზე, რომელიც თავის მხრივ ვერ ამბობს ღიად, რომ იუვენტუსში უნდა, იმიტომ რომ რომას ფეხბურთელი ხარ, ყველას უყვარ ხარ იქ და იუვენტუსი მოსისხლე მტერია, უბრალოდ ვერ გამოხვალ და ვერ იტყვი, რომ მე მინდა იუვენტუსში გადავიდე, რადგანაც იქ მე ვიცი, რომ ბევრ ტიტულს მოვიგებ და ვიცი, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხბურთზე ავალ. ეს სხვადასხვა იტალიელმა ჟურნალისტმაც აღნიშნა, რომ პიანიჩი ფაქტიურად პირზე აკრული დაიარება და ღიად ვერ აფიქსირებს თავის რეალურ სურვილსო. კარგით, ეს რაც შეეხებოდა პიანიჩის საკითხს. მეორე მომენტი წამსვლელებზე მინდა ვთქვა, მაგალითად დღეს ყველასაც კარგად ნაცნობი მაურისიო ისლა, რომელიც კოპა ამერიკაზე ასპარეზობს, შეიძლება არც მეტი არც ნაკლები ბეშიქტაშში გადავიდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოისყიდოს იგი ოლიმპიკმა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად თავი ნამდვილად არ წარმოუჩენია, მაგრამ მარსელს გარკვეული პრობლემები აქვს, ასე ვთქვათ, ფინანსური კუთხით და ამიტომ ვერ შეძლებს თუნდაც 7 მილიონად ან 10 მილიონად, რამდენიც იქნება გამოისყიდოს მაურისიო გუნდიდან. რაც შეეხება კიდევ წამსვლელებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ასამოაზე პრინციპში წეღანაც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ 20 მილიონის რადიუსში ეპატიჟებიან ჩელსიში. კვადრატოზე ინფორმაცია არის, რომ ძალიან უნდა კონტეს დაბრუნება და მზად არის ახალი ხელშეკრულებაც კი შესთავაზოს კოლუმბიელს, რადგან მან უარი განაცხადოს არა იუვენტუსის სისტემაზე, არამედ უფრო მეტი ბარსელონასში გადასვლასთან, იმიტომ რომ ბარსელონა ეძებს უკვე დანიელოვის შემდეგ მარჯვენა, ასე ვთქვათ, ფლანგზე ფეხბურთელს, რომელიც თანაბრად კარგად ითამაშებს როგორც შეტევაში, ასევე უკანა ხაზში. მეტი პრინციპში წამსვლელთან დაკავშირებით, ძაძაზე უნდა ითქვას, რომ რანიერი სურს გამომდინარე ფაქტიდან, რომ ვარდი არსენალში გადადის და მზად არის რაღაც 20-30 მილიონის თემატიკაში გაიყოს. არ ვიცი, რამდენად დადასტურებული არის ინგლისურმა რამდენიმე საიტმა ეს ინფორმაცია დაწერა, მაგრამ ისეთი კონკრეტული ჯერჯერობით მაინც არაფერი არ ყოფილა. მოდით ცოტა წავიკითხო და მე გადავიდეთ ისევ დანარჩენ ტრანსფერებზე.
ვენტურას მოსვლაზე ასე თქვი იტალიის ნაკრებშიო. მე მომწონდა ვენტურა ტორინოში შარშანდელ სეზონში, არა ბოლო სეზონში, როდესაც ევროპა ლიგაზე ასპარეზობდნენ, მაშინ ემოციური მუხტი იყო, ტაქტიკური თემა იყო, ჩანდა რომ კარგი მწვრთნელი იყო, უბრალოდ რიგ ეპიზოდებში ფეხბურთელები ვერ აყვნენ ტემპში, ასე ვთქვათ, ან უფრო სწორედ საშემსრულებლო ოსტატობაში. ისე ცუდი არ არის და ნახოთ აი ბოლო სეზონი კაიროს უფრო ბრალდება ტორინოს პრეზიდენტს, რომელმაც რაღაც გაუგებარი სატრანსფეროსლები გააკეთა. კონტეს ვარსკვლავები არ უყვარს, მაგრამ ისიც ვერ მალავს ახთმონებას პოგბას ვარსკვლავებას და აბრამას ეხვეწება შენი ფულების ჭირიმეო. დიახ, ნუ მაგასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი მიდის, ძალიან უნდა პოგბას შეძენა, ძალიან უნდა ბონუჩი შეძენაც, მაგრამ ბონუჩი მაგალითად ყისია მოიშორა ყველა თავისი მსურველი, თქვა რომ ივენტუსში დიდხანს მინდა დარჩენაო და ну პოგბაზე ძალიან მეეჭვება რომ იგი სადმე გადავიდეს. ტორინოში რო თამაშობს ბასლი მაგარი ნახევარმცველია და შენ რა აზრის ხარო? უკაცრავად, ანუ რომელი ფეხბურთელია ვერ მიხდი შეიძლება არასწორად წავიკითხე მე თვითონ ბოდიში. მეკარი და დაცვა უმაღლესი დონეა ნახევარდაცვაში დეროსის იმედი მაქვს დანარჩენი გამოცანა თავის მწვრთნელიან ისე იტალია ყოველთვის გამოირჩეოდა გუნდური და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთით სურპრიზები შეუძლია ამ გუნდს. სურპრიზები რა თქმა უნდა ნებისმიერ იტალიის ნაკრებს შეიძლება ყოველთვის გამორჩეულია გამონაკლისი არც დღევანდელი იქნება და ნახოთ აი ტაქტიკური კუთხით უფრო ემოციურ მუხცველი მე ამ იტალიის ნაკრებისგან. გიოცე და დიმარია უნდა ინატროო კარგად და ბერლუსკონიო. აი ბერლუსკონი კარგად ყოფილა. დღეს არის ჩვენების თამაშიო. წარმატებები უსურვოთ ესპანეთის ნაკრებთან, შეიძლება ახლა სიტყვაზე გადავრთო და ცალ-თვალ შევხედოთ მათ ასპარეზობას. ეს ძალიან ნეგატიური არის მეგონი საქართველოს ნაკრების მიმართ, ეს ალბათ არ შეიძლება, თუმცა მე მაგალითად დღეს მქონდა ერთი მომენტი, როდესაც ვარჯიშს უყურებდი, ფოტომასალაიდო და უცბად გამახსენდა კონტე. ფოტომასალაიდო ძალიან ბედნიერები იყვნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და აი კონტეს კომენტარი მახსენდება, როდესაც ჩემი გუნდი მარცხდება, მე მათ სახეზე ღიმილის დანახვა არ შემიძლია და მზად ვარ დავახრჩო ნებისმიერიო და მართლა ესეთი მომენტი არის ესეთი თამაშის შემდეგ, მით უმეტეს ამხელა რეზონანსი რომ მოყვა და ნუ ხედავ ნახოთ აი ესპანეთთან მადრიდში არის თამაში, არა, სხვადასხვა არის. პიანჩი, ლუკაკუ, ალვეში, ბერარდი ალბათ ეს უნდა მოხდესო. ბერარდისთან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილი არის და უბრალოდ ალბათ მაროტა ელოდება მურატას საკითხს. იგი ნამდვილად არ შეუხსნეს დღეს მურატას რო დარჩეს, ნამდვილად უნდა გადმოიყვანონ. უბრალოდ ალბათ მოლაპარაკებების დაგეგმვის თარიღებმა გადაიწია ოდნავ. ამ კვირაში უნდა შედგეს წესი დარიგით შეხვედრა ბერარდისა და ისა უკაცრავად მაროტასა და პერეს შორის, სადაც გადაწყვეტება ბევრი ფეხბურთელის მომავალი. სასაცილოა მაესტრო. პიანჩი, ლუკაკუ, ალვეში, ბერარდი ალბათ ეს უნდა მოხდესო. ალვეშს როდისთვის გავიფორმოთ დაახლოებით. ალვეშის საკითხი გადაწყდება კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ. მილანის მეკარე უნდა წაიყვანა სერიოზული გამოცდილება იქნებოდა ნაკრებში თამაში და ბუფონის ყურებაო. დონარუმაზეა საუბარი ალბათ ხო, ნუ ეგეთ თქვით. დღეს დავით აწუჩი დაიწყებაო წარმატებებს უსურვებ. ჯობია ძაძა იყოს ძირითადში, კლასი დიდად არ ჩამორჩება პელესო. პიეტრო ლომბარდიზე მქონდა საუბარი მსოფლიო ჩემპიონი ნაჩუქარი მედლით. რამდენი ეგეთი ფეხბურთელია, რომელსაც არა მარტო მსოფლიო ჩემპიონი, ზოგადად ისინი მედლები აქვს ნაჩუქარი. პორტუგალიის ნაკრებში რონალდო ვერ ბწყინავს და გომეშმა რა უნდა ქნასო. რამდენადაც ვიცი 500 მილიონის ჩადებას აპირებენ ჩინელები ინტერში და არ ვიცი ეთყობა იუეც მაგითო გააქტიურდა. არ მგონია უცბად ნაყიდი ფეხბურთელებით ინტერი გამოძვის იმ ღრმა კრიზისთან, რომელშიც იმყოფება ეს გუნდი. პროექტი არ აქვს არანაირი და 500 მილიონი დადე და შედეგი მოვა, ესე არ ხდება მით უმეტეს იტალიურ ფეხბურთში. დაიწყო საქართველოს თამაშიო, დათო ივენტუსის თამაში დასწრები ხარ, თუ დასწრები ხარ შეგიძლია მეთქო დაახლოებით აჯდებო, არა სამწუხარო ჯერჯერობით არ მქონია ეგეთი ბედნიერება და იმედი მაქვს დღეს მოხდება ეს და შემდეგ თითოეულ ნაბიჯს ტურინში გატარებულისას შეგატყობინებთ გეტყვით, ლაივებიც იქნება და ყველაფერიც და იქნება რომელიმე ივენტინო ფეხბურთელთან ერთად Forza FG-ზეც ესე შევხვდეთ ერთმანეთს. ინტერის აღზრდაზე ბაზელზე ამბობს მე მგონიო. ხო, არ ვიცი, მართლა არ დავუკრები რომ მაგის თამაშს, ამიტომ ვერ გეტყვი. ტორინოს ფეხბურთელებიდან ამ სეზონში საერთოდ არავინ არ იყო ჩემი აზრით გამოსარჩევი. სლოვაკეთო სადავო მწვრთნელი ყავს, კაცი გააგიჟა სანამ მე ვარ ნაკრებში, რამოდენიმე მოთამაშე თამაში საერთოდ დაუგცა. კი, სლოვაკი არის. ეს ის მწვრთნელია თუ ზუსტად მახსოვს, რომელმაც თავის დროზე ჩაგვტოვა ჯგუფში.
ეს ბოლო თამაში რო იყო, ხამშიგი და კომპანია რო იყო. ისე ლუკაკუ მართლა ბომბა იქნებოდა US-თვისო, ხო, მაგრამ 80 მილიონს ითხოვენ და ჩემის აზრით ეს საკმაოდ გააზვიადებული არის. პრიმავერადან რამე არის მისო. არაფერი ჯეჯოები პრიმავერადან, ანუ არც ერთ ფეხბურთელზე სიახლე არ არის. ისე რუბინიოზე ისმის რამე ხორხიდით. ჩვენ არა, მაგრამ ბეროიუე ყიდის ყოველ დღე. ოკეი, რაც შეეხება სხვა სიახლეებს, რაც პრინციპში შეიძლება ჩვენთვის საინტერესო თემა იყოს, ბენატიაზე ვააქტიურდებით ისევ, ანუ ცენტრალური მცველის პოზიცია, იმენთვის ის პირად მნიშვნელოვანი არის, გამომდინარე იქნება, რომ კასერესი მალე ტოვებს, ვშებით ფაქტობრივად რუგანი, ბარზალი, ბონუჩკიელინი, ამიტომ მეხუთე მცველი აუცილებელია, ბენატია ძალიან რეალური კანდიდატია, რომელიც შეგვიძლია არენდის წესით გავიფორმოთ, უფრო აქტიურდება ამ ხრივ ჩვენი მანევრირებები. 80 მილიონი ლუკაკუში ევერტონს მართლა გაუბერიო. ხო, 80 მილიონს ითხოვს, იმიტომ რომ კონტრაქტში გამოსაწყდში ეს თანხაუდევს და ისე ნუ დავივიწყებთ, რომ ლუკაკუს საფეხბურთო აგენტი გახლავთ არც მეტი არც ნაკლები მინო რაიოლა. და თუ რა აზრს ხარ ფეხბურთის თამაშზე, ვინც გამოჩნდება აქ ჩამოყალიბდება, კაი მოყვარული გუნდი ძირთაკამდეო. ფორზაევიჩი აქტიურად მონაწილეობდა ერთი პერიოდის განმავლობაში ტურნირებში ვიღებით მონაწილეობა, საკმაოდ კარგი გუნდიც ყავდა, უბრალოდ მე ვითარება შეიცვალა, დროება შეიცვალა, ყველა საკუთარ საქმეს დაკავდა და ახლა უკვე რთულია ისევ წამოწევა ამ საკითხის. მანჩინი პალმეირასელი ტალანტი შესუსის ტალანტია და ხა გაწყვეტილი მგონიო. დიახ, ანუ ინტერი ამ ხრივ აქტიურდება, საუბრობთ მანჩინი გამომდინარე ჩინური ფულისგან, ლიხშტაინერის გაფორმებასაც კი ფიქრობს. თვითონ ლიხშტაინერმა განაცხადა, რომ ყველა საინტერესო წინადადებისთვის მაგრამ მზად, ანუ მინიმუმ მოусმენს და რა პასუხს გაცემს საინტერესო ალბათ დანი ალვეშის პოტენციური მოსვლა, პრინციპში უკვე გადაწყვეტილი მოსვლა აფიქრებს ფრიად მას და შესაძლოა დატოვოს ტურინი, თუმცა სად გააგრძელებს განაგრძობს კარიერას, ეგ საინტერესო არის. არ მგონია ესე თუ ლიხშტაინერი წავიდა იუვიდან, რომ ინტერში გადავიდეს, ნუ ნახოთ. სხვა სიახლეებიდან ვიტყვი იმას, რომ კოვაჩიშთან დაკავშირებით არის ბოლო ინფორმაცია ასეთი, პერესი არ არის წინააღმდეგი მისი გაშვების, ოღონდ საკუთარი მოთხოვნებით. საკუთარი მოთხოვნა მდგომარეობს 25 მილიონში, რაც მაროტა არ ეთანხმება, მას მაქსიმუმ განახორციელოს ინვესტირება 20 მილიონის რადიუსში. რაც ჯერჯერობით არის უთანხმოების საგანი პერესა და მაროტას შორის, თუმცა ნუ ნახოთ, ვარაუდობენ რომ შეიძლება 20-ად მართლა დათანხმდეს, მაგრამ მეორე მომენტია იუვენტუსი რისკავს ალბათ ჩემი აზრით ფეხბურთელში, რომელმაც გასული სეზონი სათადარიგო და სკამზე გატარებული. რაც შეეხება თვითონ ალვარო მორატას საკითხს, 65 მილიონის ეკვივალენტში შეიძლება გაასხვისონ, ჩელსი აქტიურდება, მანჩესტერ სიტი და PSG ბაიერნთან ერთად, აი ეს 4 გუნდია, რომელიც გამოხატავს რეალურ პრეტენზიას, დავისხრივ იუვენტუსი კი მზად არის მხოლოდ 15 მილიონის ინვესტირება განახორციელოს ესპანელ ფორვარდში. რაც ჩემის აზრით ალბათ რაღაც ეტაპზე არ იქნება დამაკმაყოფილებელი პერესისთვის. ნახოთ როგორ განვითარდება ამ ხრივ მოვლენები. ალვეში კასერესი წასვლას ელოდება, რომ ორი ნომერი აიხუზა სხვა ნომრით, ეგ არ იასპარეზებს, ასე მგონია მეო. არა, უბრალოდ მან თემა ის არის, რომ კოპა ამერიკა მიმდინარეობს და ნუ ფეხბურთელი უბრალოდ სხვა კონტინენტზე არის, როცა დამთავრდება, შემდეგ ჩამოვა და მოაწეს ხელს, ამიტომ ჩემს აზრით ამაზე ნერვიულობა საერთოდ არ ღირს. დიახ, გასაგებია. ერთი გადავოლოთ კიდევ თვალი თუ არის დღეისათვის საინტერესო რამე და შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავერთოთ უკვე საქართველოს ნაკრების თამაშზე, რომელიც ესპანეთს ხდება და იმედი მაქვს გასულ მატჩთან შედარებით უფრო მონდუმებულები იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები და მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ბრძოლის უნარიანობა გამოამჟღავნონ თავისი. სიახლეების ადრეს რო ვკითხეთ, პრინციპში ამ ეტაპზე ჩვენ აღარა გვაქვს, ამიტომ დღევანდელი დღეც ლოგიკურ დასასრულისკენ მივიდა, მე უბრალოდ მახსოვდა, რომ საქართველოს ხვალ ითამაშებდა, ამიტომაც იყო ეს ჩართვა გადაწყვეტილი, თუმცა ნუ ეგ არაფერი. შემდეგი ჩართვა, აქვე დავანონსებ, ხუთშაბათ შედგება საღამოს 10 საათზე და იმედი მაქვს სატრანსფერო კუთხით კიდევ უფრო საინტერესო სიახლეები გვექნება და რაც თორე კონკრეტული სიახლეები იქნება. ოკეი, დღევანდელი ჩვენი ჩართვა ხვალე ოფიციალურად გამოქვეყნება ჩვენ საიტზე, Forza-UG-ზე, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და თქვენ იქნებით პირველი ადამიანები, თუ გამოიწერთ, რომლებიც იხილავთ Forza-UG-ის მიერ მომზადებულ ვიდეო მასალებს. იქნება ეს კონკრეტული გადაცემა თუ სიტყვაზე რომელიმე მატჩის ვიდეო მიმოხილვა. ხო, მიპასუხეო, ნინო რაც გულისხმობ მითხარით და კი ბატონო. იუვენტუსის თამაშზე თუ მკითხე, ნუ სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი
და იმედი მაქვს ერთ დღეს მოვახერხებთ ყველანი წასვლას, რათა იუვენტუს ქართული ხმა მივაწვდინოთ. ოკეი, ეს იყო პრინციპში ყველაფერი. გემშვიდობით საუკეთესო სურვილებით საქართველოს ნაკრებს უსურვოთ წარმატება და ჩვენ ერთმანეთს უჩავად შევხვდებით საღამოს 10 საათზე ჩვეულებრივად Forza UEG-ზე. Ciao.